მოგესალმებით ყველას. ახლა მანქანაზე საპრიცეპკი გავაკეთე. ხოლოდ ეს მარტო ეს თავი ჩამომიტანა დავით ამიშოვა საჩხერედან ეს თავი და თავიდან ვფიქრობდი ამ ტრუბა კვადრატის ეს არის 8-4-ზე ეს არის 8-4-ზე და ეს ტრუბა კვადრატს ვფიქრობდი აი აქ აქვს რაზეც თვითონ ეს სტოიკადან გამოდის ორი ტრუბა წინ და უკან წინაც მაგალითად მე სამომავლოდ წინაც დაუყენებ რომელიც ლებიოტკა როდესაც დგება ისეთი რაღაც უყენდება და მოდის უკვე ზემოდან დააყენებ ლებიოტკას იმას როცა გავაკეთებ ნახავ ახლა მე ვიშოვე აი აქ არის 8-იანი ეს არის მაგალითად შველერს ეძახიან ამას რომელიც დავსვი და მე კიდევ გადავა ანუ მეგობრებთან ვიყავი ჩასული და ერთიანი იმით მოვახდინეთ გაკეთება ანუ ეს არის გამაგრებული ეს თავი მქონდა ჩამომიტანა დავითამ და აი ეგერ ახლა ქვემოდან შევხედოთ ამ დალოცვილს აი ეს შველერი რომელიც ამ სტოიკაზე მივადუღე და ძალიან მყარად გავაკეთე და მე უკვე აქედან ორ ადგილზე პოლზე გავუკეთებ თვითონ ესეც მყარად არის და შეიძლება ახლა რავი შევხედავ თუ არა და მე სტოიკაში დამატებით მივცემ აი ახლა აქაც ეს პატარა ნაწილი იყო ეს პატარა ეს შველერი დაუმატეთ და გაუკეთეთ ანუ სამომავლოდ სხვასაც რო დაჭირდეს გაკეთება ზოგადად როგორ გააკეთოთ ახლა არ მქონდა მთლიანი თან შორს ვიყავი და აი ახლა გადავაბი არაფერი არ მოვა ზოგადად ერთი პატარა ეს არის სქელკედლიანი და ერთი პატარა სვარკის პრიხვატკა ამოვდგე ფეხზე სვარკის პრიხვატკა უძლებს 9 ტონას ერთი პრიხვატკა და წარმოიდგინე აქ არის ეს ახლა მანქანის ძველი ნომერია ჯერ ჩემს სახელზე არ მაქვს გადაფორმებული მინდობილობა მაქვს და მე გადავიფორმებ და ანუ თქვენ რო დაგჭირდეთ ვერ ვიშოვე რავი დედამიწა მოვატრიალე ვერ ვიშოვე ეს დალოცვილი საპრიცეპკე ნივის ვერაფრის დიდებით თავისი რადნოი ახლა რაღაც მინდა შველერით აი სტოიკაში აქედან იქით დაუდები შველერი ზოგადად ამას ვაპირებდი აი ამას მაგრამ თხელი მომეჩვენა ეს დალოცვილი რომ სიტყვაზე აი ეს ასე იდება იქით დავდებ დაიდებოდა ეს მე წინ გამომადგება სალებიოტკო რო გავაკეთო და რო ჩავდე ეს ტრუბაზე ხო შემოდუღდა მე კიდე აქ პატარა კვადრატები არის ლისტის იმის თვითონ ანუ მე იმით გადმოვადუღეთ მთლიანად ანალოგიური ამ სტოიკაში აქ ჩადუღდა და უკვე მივიღეთ საპრიცეპკე ანუ ჩვეულებრივი და ერთი ცალი ბოლტით აქაც იმას ვქენით აი ესეც აი აქაც ამ ბამპერზე ეს რავი ალუმინია რა არის ძალიან სქელია რა ძლივს გახვრი და სვერლომ რა ზოგადად ალუმინი ძალიან ცუდად შეგიძლია გახვრეთო იმიტომ რომ მალე ცხელდება და ანუ გავამზადე იქ არის ჩემი პრიცეპკა არის იქით ახლა აქეთ ჯერ თბილისში ვარ და რაღაცები რო წავიღო საპრიცეპკე მინდოდა რო წავიდე და
წავიღო და ამიტომ აქ ახლა ვიდეოს იმისთვის ვიღებ, რომ თუ ვინმეს დაგჭირდეთ საპრიცეპკის გაკეთება, აგერ ამ სტოიკაზე გადადუღდება კაცურად, რვიანი შველერი გამოვიყენე და მე 2 წელს მივცემ პოლზეც დავამაგრებ რა. მე ვფიქრობ, არ იქნება საჭირო ახლა ამით სხვა უნდა ვათრიო რაღაცეები, მაგრამ ზოგადად პოლზეც დავამაგრებ მე. მაგრამ აი ესეც უპრობლემოთ ახლა ვინც ჩამომიტანა, თან იმანაც მითხრა, რომ 1-15 წელი ქონდა კაც და არაფერი არ მოსვლია და ახლა ჩვენ ქართველებს როგორი რაღაცა გვჩვევიათ, იცი? რომ ზოგადად დამინახე ხოლმე მანქანებს, აწყალი მანქანა რომ სიტყვა რო ქონდეს, ენა რო ქონდეს, ალბათ გვაგინებდა. რომ ყველაფერს დაუდებთ ხოლმე იმის, მაგრამ ან 2 რეისი გავაკეთოთ. უბრალოდ საშუალება არ გვაქვს, გვიჭირს და მაგიტომ არის. ხვდები რომ მინახია რომ ფორდზე, ტრანზიტზე ტვირთამწეობა რო წაიღოს ნებადართული ზოგზე 800 კილო შეიძლება სადღაცას ტონა ნახევარი იყოს, მაგრამ ჩვენ 800 კილო არა, კი არა, 3-4 ტონა რესორი უნდა გავაძლიეროთ და უნდა იმოთქოთ. ესე ხდება, ეს ქართული მენტალიტეტია. მიგერ ეს ჩვენ გვიჭირს და ამიტომ გვინდა რომ ერთიანად გავაკეთოთ ან რაღაცა ან რამე, რა ვიცი. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. აი ეს გამომივიდა საპრიცეპკე, ხოშიანია. საშვილიშვილო და ახლო მომავალში ვაპირებ კრიშა გავუკეთო ამას. ამას რო ავაწყობთ, გავაკეთებ, იმასაც გააჩვენებთ, კრიშას გავუკეთებ, ზოგადად რაც მე მანქანამ ყოლია ხოლმე ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაცა ზემოდანაც მქონდეს, რომ შეიძლება ვიღაცა მიყავს, ან გზავრია, ან სტუმარია, მოკეთია, მომსვლელია, ან ბარგი აქვს, ან რამე ზემოდან დადებ რა, ან სათევზაოდ მიდიხარ, ან სადმე მიდიხარ, ყანაში, ან სადმე. ახლა ამით იმაზე რუსთაველზე ვერ დავიწყებ მე პროსპექტზე სიარულს და ანუ საჭიროა, მე მიყვარს მანქანაზე ზემოდან ბაგაჟი რო აქვს რა, საჭიროა. კარგი, დანარჩენს ახლა დიცკი არაფერს დაუდებ, მაგრამ ახლა ნივას 100 კილო ან 200 კილო რაღაცა რო დაუდო, საჭიროა. ხვდებით? და ახლა ის რაც ბაზარზე იყიდება, იმის ფასში, ხო? კაპიტალურ სავაწყებს ზე თუ გინდა 1 ტონა დადე მთავარი სტოიკებმა გაუძლოს და ახლა მასეც არ დავტანჯავ ამ ჩემ ვაშკაცს. კარგით მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ეს არის შეგიძლიათ ყველამ გააკეთოთ რომ იცოდეს და რავი, ვნახოთ დანარჩენი. კარგით, აბა დაგემშვიდობებით და იქიდან გამომდინარე, როგორც მექნება საშუალება და დრო, ისე დავდებ ხოლმე ვიდეოებს. როდესაც დავალაგებ ყველაფერს, მე უფრო ბევრს და უფრო ბევრ საინტერესო რაღაცეების გადაღებას ვაპირებ. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალში ხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.